მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებ ყველას. კომენტარებში ვნახე, რომ იყო მოთხოვნა გაშლაზე, ნანობს თუ არა თავის საქციელს. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი და მოდი ვნახოთ. ჩაფიქრეთ ადამიანი, ვინც გაინტერესებთ, ვიზეც გაინტერესებთ ეს გაშლა. თქვით მისი სახელი და გვარი და დავიწყოთ. ნახოთ, აბა ნანობს თუ არა თავის საქციელებს ეს ადამიანი, რაც თქვენს წინაშე დააშავა, ასე ვთქვათ. მეგობრებო, ტარო რასაც მეუბნება, ეს ადამიანი არის ახლა ასეთ სიტუაციაში, აი ამ თქვენთან დაკავშირებული თქვენი მიზეზით, რომ ვიკითხეთ ნანობს თუ არა, ეს ადამიანი აი თავის თავთან არის ძალიან დიდ ბრძოლებში. და რა ბრძოლებში ახლა? ძალიან ესეთი პიროვნება არის, რომ უჭირს რაღაცების საკუთარ თავთან აღიარება. ძალიან დიდი ბრძოლები აქვს საკუთარ ეგოსთან, თავის თავთან და ამის გამო, რომ უჭირს რაღაცების აღიარება, თავის თავს თვითონ იბლოკავს, რომ რაღაცა აღიაროს. იცის ხვდება, რაც დააშავა თქვენს წინაშე, მაგრამ უჭირს ამ ყველაფრის აღიარება, საკუთარ თავთანაც კი. და აი თითქოს ისეთი ადამიანია, რომ თავის მტერია, თითქოს თვითონ, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია გამოიწვია მასში და ეხლა ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა გააკეთოს თქვენთან დაკავშირებით, რაღაცა უნდა გადაწყვიტოს, რაღაცა ნაბიჯი უნდა გადმოდგას. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მალე, აი საკმაოდ დროში გაწელილი იქნება ეს სიტუაცია მისი მხრიდან და გადმოადგამს ნაბიჯებს, მაგრამ ძალიან მალე არა. აი ძალიან ბევრს ფიქრობს. ვერ გადაუწყვეტი არაქნას, აღიაროს თქვენთან, რომ აი დამნაშავეა და თუნდაც ბოდიში მოიხადოს, არ აღიაროს და რაღაცა სხვა მხრიდან მოგიდგეთ, თუ რა ქნას არ იცის. რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავთანაც არ აღიარებს. თუმცა ხვდება, რაც გააკეთა, რა სისულელეც გააკეთა, ასე ვთქვათ. კარგი. მოდი აბა ვნახოთ, ოდესღაც რომ მოიფიქრებს და გადმოდგამს თქვენსკენ ნაბიჯებს, რას გეტყვით? რისი თქმა უნდა, მოდი ესე უფრო უკეთესი იქნება, რისი თქმა სურს მას თქვენთვის. და არ გეუბნებათ, ან ვერ გეუბნებათ, რისი თქმა სურს მას თქვენთვის. მეგობრებო, მას სურს, რომ გულის იცის, რომ გული გატკინათ, გული გაგიტეხათ, მაგრამ ისევ თავიდან შემოbrუნება სურს, აი ეს საკუთარ თავთან ბრძოლები რომ არ გქონდეს და რაღაცა ეგოს ჭიდილი და სწრაფად შეეძლოს რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება ამდენი ფიქრის მაგივრად, ის გეტყობდათ და გააკეთებდა იმას, რომ მოგწერდათ რაღაცა სასიყვარულო ემოციურ მესიჯს, შემოგთავაზებდათ ისევ თავიდან ერთად ყოფნას, გასართობად სადმე წასვლას, ძალიან ისეთ მსუბუქ პასუხისმგებლობისგან შორს რომ არის, ისეთ ურთიერთობას შემოგთავაზებდეთ. აი ამის თქმა სურს მას თქვენთვის ეხლა. ამ გაშლაში საკმაოდ ბევრი რვიანები ამოვიდა, როგორც ვხედავ 3 და ცოტა ისეთი
ნარცისული პიროვნება შეიძლება იყოს ეს ადამიანი და უნდოდეს მუდმივად თქვენგან აღიარების მიღება, რაღაცა სარგებლის მიღება, რესურსების მიღება თქვენგან, რადგან ძალიან ისეთი არასტაბილური პიროვნება ჩანს, შეიძლება პატარაც არის თქვენზე ასაკით, მაგრამ თუ არ არის პატარა, უფრო ისეთი ახალგაზრდულ ენერგიებშია, არ უნდა რამე პასუხისმგებლობის აღება ამ ურთიერთობებზე, თუმცა ხვდება თავის დანაშაულებს, მაგრამ იხდება იმასაც, რომ თქვენთან სხვანაირი ურთიერთობა არ შეიძლება, აი ესეთი არასტაბილური და პასუხისმგებლობების გარეშე ურთიერთობა არ გინდათ და არც შეიძლება თითქოს ისეთი პიროვნება ხართ თქვენ, რომ თქვენნაირებთან ესე უპასუხისმგებლოდ მოქცევა არ შეიძლება, ხვდება ამას, მაგრამ იმ დონეზე აქვს თქვენს მიმართ ეს მიზიდულობა, მოწონება, ყველაფერი, რომ თან თავსაც ვერ განებებთ. თან მოწონს, როცა თქვენ აღიარებთ მას, მოსწონს, როცა თქვენს თვალში კარგია. ეხლა ზუსტად ეგ აწუხებს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთა, რასაც თქვენ მიუხვდით და ცოტა ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომაც უჭირს ამ ყველაფრის აღიარება. ზოგადი ფონი არის ეგეთი, რომ უნდა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ ფორმატი როგორც უნდა, ეს თქვენთვის მისაღები არ არის. ამას თვითონაც ხვდება, მაგრამ უნდა და რა ქნას. აი ესეთი მომენტი აქვს. იმაზე აღარ ფიქრობს, რომ თქვენ რა მდგომარეობაში გაგდებთ შემდეგ, აი თავისი ასეთი საქციელების შემდეგ. ცოტა არ იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ეს თქვენი კარმული პიროვნებაა და რაღაცა უნდა ისწავლოთ მასთან ურთიერთობით, ასე რომ კარგად დაფიქრდით, რას გასწავლეთ ეს ადამიანი, მასთან ურთიერთობა. თუ ვიღაცები ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ელოდებით მუდმივად და ნერვიულობთ, განიცდით რაღაცა მისი საქციელების გამო შეიძლება ვიღაცებს თვითშეფასებაც კი დაგივარდათ და ძალიან ცუდად გრძნობთ თავს, ეს არის თქვენი გამოცდა. ეს გამოცდა უნდა ჩააბაროთ აუცილებლად და ჩაბარება იქნება იმით, რომ უნდა ისწავლოთ ამ ყველაფრიდან. კი, ახლა ბევრი იძახის და ყველგან გესმით ალბათ სავარაუდოდ, რომ უნდა ისწავლოთ ურთიერთობებიდან და რაღაცა, მაგრამ ძალიან რთულია ამ ყველაფრის სწავლა, რადგან პირდაპირ გრძნობებზე და ემოციებზე არ ტყავს, ხო, ეს ყველაფერი და აქედან გამოსვლა და ამ ყველაფრის ისე გადახარშვა, რომ თქვენ აქედან სარგებელი მიიღოთ პირიქით, ჩემი აზრით ძალიან რთულია. და გჭირდებათ ამისთვის გვერდში მდგომი, მარტო ყოფნა ძალიან არ არის მისაღები ასეთ სიტუაციაში. გირჩევთ, რომ იყოთ ისეთ გარემოცვაში და შეძლოთ ისეთ სიტუაციებში ყოფნა, სადაც კმაყოფილი ხართ, სადაც ბედნიერად გრძნობთ თავს, ან ადრე გრძნობდით ბედნიერად თავს და ეხლა უნდა ადგეთ და იყოთ იგივე გარემოცვაში, იგივე სიტუაციებში, სადაც გაბედნიერებენ. შეიძლება იმ წუთას მაინც ვერ იგრძნოთ ეს ყველაფერი და თქვათ, რომ აი ესეც კი აღარ მაბედნიერებს, მაგრამ რეალურად აი ესეთი სიტუაციები, ესეთი გარემოცვა, ის გარემოცვა, სადაც გიგებენ, სადაც გისმენენ, აუცილებელია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, რა იქნება ეს გარემოცვა, ხო? მთავარია იყოს ისეთი პიროვნება, ან პიროვნებები, სადაც გისმენენ, სადაც შეეძლებათ თქვენი განცდების ახლოს მიტანა, გულთან ახლოს მიტანა და სწორი რჩევების გაცემა. ასე რომ მე წარმატებებს გისურვებთ. თქვენს პირად ცხოვრებაშიც და ყველა თქვენს გადადგმულ ნაბიჯში და ეცადეთ, რომ არ დანებდეთ და დრო არ დაკარგოთ ტანჯვა წამებაში. დაგემშვიდობებით, დროებით.